მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მე მქვია დავითი და დღეს მე და არავინ ვითამაშობთ Minecraft-ს. ანუ ამ სერვერზე ჩემს გარდა არავინ არ იქნებაო. რაც ცოტა ხის ავიღებ. გთხოვთ გამოიწერთ ეს არხი და დალაიქეთ ჩემი ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან ვცდილობ თქვენთვის კარგი ვიდეოების გაკეთება ეს. ანუ მინდა რომ თქვენ გესიამოვნოთ როცა ჩემ ვიდეოებს უყურებთ და ხომ ადვილია ლაიქის გაკეთება ვიდეოზე და არხის გამოწერა. და რაც უფრო მეტი გამომწერი მეყოლება, მით უფრო მეტ და უფრო საინტერესო ვიდეოებსაც გამოვუშვებ. ანუ ფული მექნება და უფრო მაგარ თამაშებს გადმოვიწერ. და უფრო მაგარი კონტენტი გამოვა. აი 8 ხე საიდან მაქვს? What? როხესაიდანღაც გამიჩნდა. არ ვიცი. ოკეი, მაშინ ეხლა crafting table დავკროთ აქ. მე აღოთ ნავი, ოპ. აჰა, ვაი. ნავი. ავიღოთ და დავანგრიოთ crafting table. ეხლა აღოთ ნავი, ჩავწვდეთ და წავიდეთ იქ საზამთროებთან და ძროხებთან. ხოლო მე რამე კონძულს ვიპოვე საინტერესოს. ერთი გოგრა. მეორე გოგრა. მესამე, მეოთხე და მეხუთე. ისე გოგრისგან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. Snowman-ის შეიძლება კიდევ გავაკეთო ის უბრალოდ ტორტი. ანუ ეგეთი არსებობს რა, ტორტი რა, ნამცხვარი. და შემიძლია გავაკეთო რკინის გოლემი. ანუ რკინის კაცი, თუ რაღაც ქვია, არ ვიცი. უბრალოდ მაგისთვის რკინა მჭირდება, რომ გავაკეთო რკინის გოლემი. და მჭირდება თოვლი, რომ გავაკეთო snow golem-ი. ანუ თოვლის გოლემი, იგივე თოვლის კაცი. კიდევ ერთი კონსოლი, აქ მეგონი საინტერესო არაფერი არ არის. ოპ. აუ, ისე მარტო კონსოლებია პატარა კონსოლები. ეხლა გავაკეთებ ჩემ პირველ ინსტრუმენტებს. რა თქმა უნდა, პირველი არის წერაქვი და ცული. რადგან წერაქვით მოვამტყვროთ ქვას, ხოლო ქვა გვჭირდება რომ გავაკეთოთ ქვის ინსტრუმენტები. და მე რკინის ოქროსი თუ გამოვა, თუ იპოვე. მაგრამ ოქროსი ცუდია, მალე ფუჭდება. მაგრამ დაიმონდის მაგარი იქნება. თან ძალიან საინტერესოა. ოქროს წერაქვით ვერ მოანგრევ ოქროს. და კიდევ ოქროს წერაქვით მეგონი დაიმონდებსაც ვერ მოამტრევ. მარტო რკინისათი. ანუ რკინის წერაქვი გჭირდება აუცილებლად მაგ საქმისთვის. და გავაკეთოთ წერაქვი. და ეხლა ანუ უნდა დავაპაუზო ვიდეო, რადგან მარტო პატარა კონსოლები შემხვდება ახლა. და მეტი არაფერი. ამიტომ ახლა დავაპაუზებ ვიდეოს და როცა შემხვდება დიდი კონსოლი, ისევ ჩაგერთვებით. ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ბოლოს მივაღწიე ასეთ კონსოლს, ანუ სადაც დიდია რა, დიდ კონსოლს მივაღწიე. დიდ კონსოლამდე მივედი. ახლა მთავარი ამ ზომბმა არ მოვკლას. დაბლა რომ არის. რას მისავს ისე წყალში არის. და როცა ყველა მითის როცა ზომბი წყალშია, ის ვერაფერს ვერ გიზამს, იმიტომ რომ ძალიან ნელია. აი მანამდე ამეებს ავაგროვებ, ისე კოლექციისთვის. მიყვარს კოლექციისთვის რაღაცების აგროვება. გლინა მე ამ დროისთვის არ მჭირდება, მაგდომაც მარტო ესენი უნდა ავაგროვო. აი ასე და ასე. სლაიმი. სანამ მივცურო, ისევ დავაპაუზებ ვიდეოს, რომ ძალიან დიდი ხანი მოუნდება ამას.
აი, მივედი ამ სლაიმამდე. ბევრი დამაკრო. თუ არა, აი კაი არის. ერთ დარტყმით კვდებიან ესენი. აი, ეს პატარები ვაფშე ვერ მისამენ. მაგიტომაც ჩაუბრალოდ კვდებიან. მარტო ესეთი სლაიმი? მეხუმრები? ამდენი ზომბი მოუყალი, ამდენი სკელეტონი. მარტო ერთი სლაიმი, აი, 1.16 ვერსიის მერე ზომბებს სულ აღარ შეუძლიათ, აი. ასე იძილებიან, ხოლო მერე ხდებიან ჩაძირული ზომბები. ხოლო უდაბნოს ზომბები, ხომ იცით? მზეზე რომ არ იწოიან. ხო და ეგენი თუ მოხვდებიან წყალში, დიდი ხანი იქნებიან. გახდებიან ჯერ ჩვეულებრივი ზომბები, ხოლო მერე გახდებიან რა? წყალში რომ მკვდება ხალხი, ხომ იცით ეგეთი? ხო და ეგეთ ზომბი გახდება. ჩაძირული ზომბი. და კიდევ მინდა გელაპარაკით, ანუ გითხრათ ახალ განახლებაზე, ჭაობში როცა დაემატება ახალი მაგარი ხეები, მხოლოდ წყალში, რომელიც იზარდება. კიდევ დაემატება ახალი ბალახი და დანარჩენი. და ყველაზე მთავარი, დაემატებიან ბაყაყები. მაგრამ ბაყაყები ამ დროისთვის არიან გაბაგულები და მაგიტომაც პრობლემები არა 1.19-თან. ნახევარში ცოცხლად. სწრაფად. გავგცეთ. აჰა, ნავში. რას გადავრჩი ახლა მეგობრებო? ახლა დაგენერირდა ეს ადგილი. კიდევ მინდა საინტერესო ფაქტი გითხრათ. ყველაზე ხშირად ემერალდები არის მთებში რა. მთის ბიომებში, აი ასეთში. მაგრამ მაინც ძნელია მაგის პოვნა. არა, მიშველეთ. კაი, აქ ვიქნებ, თუ აქ არავინ არ მოკრავს. დელფინი არის კარგი. კორალები. ეს უიშვიათესი ბიომია, იცით მეგობრებო? აი აქ ყველაფერი ძალიან მაგარია. აქ არის ის ახალი 1.16-ში ეს განახლება დაამატეს. აქ არის ზღვის კიტრები, აი ესა. და მარტო წყალში ანათებს. კიდევ აქ არის აი ესენი არ ვარდება რა ჩვეულებრივად. მაგისთვისაა საჭირო რამე ინსტრუმენტი რაღაცა შეხებაზე, ანუ რომ მომენტალურად იგივე ნივთი დაგიგდოს რა. თუ მაგალითად დაიმონდებს თხრი, დაიმონდის ბლოკი რომ დაგიგდოს რა. დაიმონდი ქვასთან შერეული ბლოკი რომ დაგიგდოს რა. ეგეთი. ჭამა შემიძლია ვცურა. ახლა შევჭამ. წამით ვიდეოს დავაპაუზებ და როცა მაგარი რამე მოხდება, მარტო მაშინ ჩავთავ. თორემ ეგრე მოსაბეზრებელი იქნება ცოტა და ძალიან გრძელი გახდება ვიდეო. ბავშვებო, თქვენ ვერ წარმოგიდგენთ ახლა რა მოხდა. ცოტა იმ კუნძულზე ვიყავ და აქ მოვედი, მოვცურე და აქ იმდენი კორალი შევამჩნიე. ყურადღება გადავიტანე ამას ცოტა ხანი და პირდაპირ წყალში მე და მეცა ელვა. მე მაშინ ჩახვდი წყალში გადავრჩი. კიდევ ცოტაც მაკლდა და მოვკვდებოდი. არც ახლა როგორ დამერეგინირდა სიცოცხლე, მაგრამ რაღაცნაირად დამერეგინირდა. მაგარია რომ გადავრჩი, თორემ ახლა შეიძლება მომკვდარიყავი. აქ აი ჩაძირულები. აი ეგ არის. ჩაძირული. ასეთ ზომბებად იქცევიან რა, ჩვეულებრივი ზომბები, წყალში დიდი ხანი როცა იმყოფებიან. არა, წადი შენი, წადი. არც კი მოხვიდე, არც კი გაბედო. მიშველეთ. გთხოვთ მიშველეთ. გაითხია. არ მიდის. მიშველეთ რა ვქნა? გთხოვთ უთხარით რომ გაეთრიოს. მე მეშინია. ოღონდაც. კაი, ახლა ისე მომიწევს ვიდეოს და პაუზება ძალიან დიდი გამო. ისე, უნდა გავჩვიო ისე. კაი, ამ მომენტზე ახლა უნდა დავამთავრო ვიდეო.
უნდა დაგემშვიდობო.